სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიგორ ლილუაშვილის ნათესავს ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყებამ 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 პირი დააკავა. პაიკიძე კი, რომლის შვილის ნათლიად სუსის ყოფილი უფროსია, ძებნა გამოაცხადა. ბიჭიკო პაიკიძე ვანის საკრებულოს ყოფილი წევრია. უწყების ინფორმაციით, სწორედ მისმა კომპანიამ მოიპარა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი. ევაკუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურებმა შენობა დაცალეს. შეჩერდა ყველას ხდომა. ადგილზე მყოფების თქმით შევიდა ინფორმაცია, რომ შენობაში ბომბია. სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ სუსის ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებიც. პაპუაშვილის მორიგი თავდასხმა ევროკავშირზე ოცნება ამტკიცებს, რომ ბრიუსელს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა აქვს. ასახსნის პაპუაშვილი ფაქტს, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს. შალვა პაპუაშვილი თავს ესხმის გერმანიის ელჩსაც და ამტკიცებს, რომ პეტერ ფიშერმა დაწვა ხიდები საქართველოს ხელისუფლებასთან. პაპუაშვილის ბრალდებებს საქართველოში მოქმედი 27 საელჩო ეხმაურება. მტკიცედ უარყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას, წერია განცხადებაში.